ეს არის ტელევიზიის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა და ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა პირველი არხის. ეს იყო წინასწარი გეგმის მიხედვით და მაგიტომ ვამბობ, ეს არ უნდა მოვიკვლიოთ ჩვენ. ეს უნდა გადაეცეს შესაბამის ორგანოებს. ეს იყო შორს იგივე მინდოდა მეთქვა, ეს იყო ორკესტრირებული, აბსოლუტურად გამიზნული, მიზანმიმართული თავდასხმა პირველი არხის არა მარტო პირველი არხის მთლიანად, არამედ მენეჯმენტის, ბორდის თავმჯდომარის, ბორდის წევრების მიმართ და სათანადო პასუხი უნდა გაეცეს, რა თქმა უნდა. რა პასუხები გაგცათ ბატონმა ვასილ ივანოვ-ჩიკოვანმა? წეგანდელი შეკითხვასავით არ მიპასუხოთ, რომ პასუხი არა აქვს ამაზე, იმიტომ რომ პასუხი არა აქვს ამაზე ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტად აგებს პასუხს იმისთვის, რაზეც პასუხი არა აქვს, როდესაც აი ასეთ განცხადებებს აკეთებს. და ეს ფრაგმენტი მე პირადად მაძლევს უფლებას და ვალდებულებასაც მიწესებს, რომ დავსვა საკითხი ასე. ხომ არ სცილდება ეს ყველაფერი ჩვენს კომპეტენციას და ხომ არ არის აუცილებლობა იმისა, რომ უფრო კომპეტენტური ადამიანები გაერკვენ, ვინ მოქმედებდა, რა მიზნებით მოქმედებდა, რა მეთოდებით მოქმედებდა და საბოლოოდ ამას რა სახელი უნდა დაერქვას. მეც ხო შეიძლება მოვინდომო და მოვითხოვო შეისწავლეთო საზოგადოება, მეც ხო მაქვს უფლება რომ მოვითხოვო, რომ ეს ძალიან კარგად არის შესასწავლი. ეს არ არის მარტო თქვენი რეაგირების ამბავი და მენეჯმენტის აქ ბევრი ხო ითხოვე, ბევრი შესასწავლის საკითხებია. მოკლევა არის უკანონო, ამ პატივცემულებმა ძალიან კარგად იციან, რომ პროკურატურაში გამოძიება არის კანონიერი და იქ სხვანაირად იქნება შეკითხვები დასმული. ყველას მიმართ სხვათა შორის. მეც ვზად ვარ უპასუხო იმ შეკითხვებს. ეს არავითარ შემთხვევაში ესე არ უნდა დარჩეს. ეს უნდა იქნას გამოძიებული და შესასწავლი და თუ ეს სერიოზულად უნდა იქნას გამოძიებული ეს. აქ არის იტაბება, ეს არის მიზანმიმართული ბრძოლა გამოცხადებული სახელმწიფოს წინააღმდეგ. მე რჩება შტაბ-ჭდილება, რომ იყო შექმნილი ჯგუფი, რომელიც ძალადობრივი გზით დაეუფლებოდა ტელევიზიას და არა მხოლოდ ტელევიზიას. დაეუფლებოდნენ ალბათ პოლიტიკურ პირკეთებს, ანუ დაეუფლებოდნენ ჩვენი შვილების მომავალს, ჩვენი შვილების სიცოცხლის ჯანმრთელობას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ეს თემა ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს ცდება ნამდვილად. ითქვა სიტყვა პროკურატურა, დიახ, აქ საქმეში პროკურატურა უნდა ჩაერთოს. ვერ მივაგენით ადამიანს, ვინც მათ აძლევს დავალებას, ხო? რომელიც ასევე უსუსურია ორგანიზებაში, ხო? და შტაბ-ჭდილება მაქვს, რომ მასონური ლოჟა ამ ყველაფერში ჩარეული დედას გეფიცებით, იმიტომ რომ ისეთი უსუსური და ის არის რა. ეს ახლა ვიღაცამ ფული აიღო თუ პოლიტიკური სურვილები გამოხატა, ამაში ეს უნდა იქნას გამოძიებული ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ხო, არა, სულ მასეც არ გვინდა. აი, საქმის წარმოება უნდა დაიწყოს. ამიტომ მე ვეთანხმები ჩემ კოლეგებს, იმ აზრში მივყვები ჩემ კოლეგებს, რომ ამ საქმეს სჭირდება უფრო კომპეტენტური გამოძიება და არ ვიცი, რეკომენდაციად მიიღეთ, რომ ეს საკითხი უფრო ძირფესვიანად გამოიკვლიოთ და თუ არის საჭირო, რომ ამ პროცესში ჩაერთოს უფრო კომპეტენტური სამსახური, მივმართოთ იმ სამსახურს. მაუწყებლის იურიდიულ სამსახურს 100%-ით ამოწურული აქვს თავისი შესაძლებლობები, რისთვისაც უდიდესი მადლობა და მეც ვეთანხმები ჩემს კოლეგებს, რომ ესე იგი უფრო სხვა კომპეტენტური სამართალდამცავი ორგანოს საქმეა უკვე ეს. ფაქტი ერთი რამეა. მოიკვლიოს შესაბამისმა ორგანომ. პროკურატურა იქნება ეს თუ პროკურატურა კომპეტენციის მიხედვით რომელიმე სხვა ორგანოს გადაცემს, ჩვენც მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ერთი რამე უნდა დავინახოთ რა, ვინ ფინანსური დაინტერესების გამო აკეთებდა ამას და ვინ პოლიტიკური ბიზნესისთვის. მე მგონია რომ მოკლევიდან უნდა წავიდეს ახლა ეს საქმე გამოძიებისკენ, იმიტომ რომ ახლა მენეჯმენტმა უნდა მიიღოს თავისი წილი გადაწყვეტილება, ჩვენ არ ვკარნახობთ, მაგრამ ჩვენ ვაჩვენეთ ამ მოკლევითაც და ჩვენი დამოკიდებულებითაც ის რა განწყობას ბადებს ეს ყველაფერი ჩვენში, როგორც პირველ ცველებში აი ამ ტელევიზიის